ბატონი დავით წერეთელი, პოლიტიკოსი, მოგესალმებით. გამარჯობათ. ბატონ დავით, აი ხა პრეზიდენტმა ტრამპმა ხა გასულ კვირას განაცხადა, რომ ორ კვირაში გამოჩნდებაო, რას გეგმავს პუტინი. სწორედ პუტინის გადაწყვეტილების მიხედვით გადაწყვეტს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი განახორციელებს თუ არა სანქციებს რუსეთის მიმართ. სხვა შორის მან ესეთი რამეც თქვა, რომ თუ ესო არ შედგაო სამშვიდობო მოლაპარაკებაო, შეიძლება მე საერთოდ გამოვეთიშო ამ პროცესსო და მიხედონო თავის საქმესო. ჩვენ ოკეანე ყოფსო ამ კონტინენტთანო და აი ამ ფონზე როგორი იქნება დავით წერეთლის აქცენტები? მოგესალმებით, გამარჯობათ დიდი ბოდიში. არა უხში. მაგრამ და გარკვეულ მიზეზთა გამო. მოდით მივახილოთ ეს სიტუაცია, ეს კი სიმართლე რო გითხრათ, ეს ბოლო 10 დღე რაც სოფლიოში ხდება, ამას ქვია უკვე მე მგონი აბსურდის თეატრიც რა. ზოგი რას ლაპარაკობს, ზოგი რას რეალური ინფორმაცია როგორც ასეთი არ არსებობს. ტრამპის სიტყვებიც ისეთი თემაა, ისი ტრამპა იმდენჯერ თქვა რაღაცა და მე იმდენჯერ გადათქვა, რომ ცოტა რთულია მის იმდენი ორი კვირა გავიდა უკვე რომ მე აღარ ვიცი ეს ორი კვირა სადამდე გავიდა. ჯერ დაანონსა რომ საშინელი. ამას ვიზავ, იმას ვიზავ რეალურად დაუწესებს საშინელი. ამას ყოველთვის ლაპარაკობდა, მაგრამ დამერწმუნეთ, ხა სანქციებს რაც ეხება ხა მე უბრალოდ ხო ეს სანქციები ერთ თემა უბრალოდ მიმდინარე პროცესები მთლიანად მოვიხილავთ თუ შეიძლება ხა დავიწყოთ მაშინ 15 დღისიდან ალიასკაში შეხვედრას. ეხლა ორი მხარე გამოვიკვეთა. ერთი მხარე ამბობს რომ პუტინმა ყველაფერს მიაღწია და ყველაფერი გააკეთა, რაც ჭირდებოდა ყველაფერი მიიღო, მეორე ლაპარაკობს რომ პუტინის ფიასკო იყო. ჩემი აზრით, აი უბრალოდ ზუსტად ჩემი არც არაფერი არ მომხდარა ჩემო ბატონო. საერთოდ არაფერი არ მომხდარა. იმაზე საუბარი ხარ რომ უყვართ პროსულ სეგმენტს უყვარს აი წითელი ხალიჩით დახვდნენ იქ ბილიკით რაღაცით. ესენი მეორე მხარეს საუბრობენ რომ თვითმფრინავებმა გადაუფრინა და ნუ მოკლედ არის რეალია, მაგრამ ერთ რაღაცა ავიწყდება ყველას, თუმცა ეს ამის აფიშირება არ მომხდარა რეალურად. მაგრამ ეს ამბავი მოხდა, როდესაც პუტინის თვითმფრინავი უკვე ჰაერში იყო და მიფრინავდა ალიასკისკენ, ბორტ ნომერი 1-დან ამერიკის 1 საათით ადრე დაფრენამდე იყო ზარი. წინასწარ მოგეხსენებათ ეს გაჟღერებული იყო, რომ შეხვედრა უნდა მომხდარიყო ტეტა-ტეტ, ანუ ერთი ერთზე ტრამპსა და პუტინს შორის. აი ამ ზარის დროს ვინ დარეკა, ნამდვილად არ ვიცი, არ უთქვამთ ეს, მაგრამ დიდი ალბათობით ეს ხო, არ ვიცი, რუბიო დარეკავდა და ითქვა ესეთი რამე, რომ ერთი ერთზე შეხვედრაო არ იქნებაო. ხსნით? ეს ახლა სერიოზული, ასე ვთქვათ, პროტოკოლის სერიოზული დარღვევაა იგივე ამერიკელების მხრიდან. ესე არ ესაუბრებინა სიტყვაზე ვიტყვი, პრიმაკოვი რომ ჯდარიყო მაგ თვითმფრინავში. თითქმის 90% დარწმუნებული ვარ, რომ ეს თვითმფრინავი მოტრიალდებოდა და გაფრინდებოდა, მაგრამ ეს თვითმფრინავი დაფრინდა და ჩავიდა. ანუ რისი თქმა მინდა, იცით რომ ძალიან ისე მოექცნენ, აი პუტინს თითქოს აი რაღაცნაირად ცოტა არასწორად დიპლომატიური პროტოკოლის მიხედვით. ეხლა მეორე მომენტი პუტინს რა სიტუაცია აქვს და რა უნდა ეს კიდე ცალკე თემაა, იცით, მისი ასე ვთქვათ, აი ჩვენთან action mobilis თემა ვთქვათ, გაჟღერდა ისე სხვათა შორის და ითქვა ბოდიშს ვიხდი, მე არ მახსოვს ვინ გაჟღერება, აბსოლუტურად არასწორად ითქვა, რომ ამ შეხვედრის მერე მოეწერა ხელიო. რეალურად პუტინმა 15-ში დილით ალიასკამდე გაფრენამდე მოაწერა ხელი ამ action mobilis თემა, სახალინი 1, სახალინი 2 ამ პროექტში დაბრუნებას. თუმცა უნდა ვთქვათ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია. ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია. ამის ნიველირება როგორ შეიძლება რანაირად ეს ისაც ოდნავ ესმის. მე შემილია ვთქვა ერთი რამე. პუტინმა ამ შეხვედრით ერთი ძალიან სერიოზული ბონუსი მიიღო. ძალიან სერიოზული. ალბათ თქვენ გაქვთ ხედელობაში ლეგიტიმაცია თავისი პერსონის ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით. ამერიკა მიერთებული არ არის რომის სტატუტს, მაგრამ ამას მაინც მნიშვნელობა არ აქვს. სოფლიოში პირველი ქვეყანაა. ძალიანად გეთანხმებით. აბსოლუტურად თავიდან მომდა მისი ჩასვლა, ეს უკვე გარკვეულწილად რაღაცის მანიშნებელი იყო. თუმცა შემდგომში ჩემი გადასახედიდან რა რუსულმა მხარემ ცოტა სერიოზული შეცდომა დაუშვა, როდესაც ასე ვთქვათ, ტრამპი დაარწმუნეს, რომ ჩვენ მზათა ვართ ზელენსკისთან შეხვედრაზე. ჩემი გადასახედიდან არანაირი შეხვედრა ჯერ არ იქნება. სექტემბერში იქნება და მოუწევთ აუცილებლად შეხვედრა, მაგრამ ჯერჯერობით არა. და აი, როდესაც ტრამპმა თქვა, ერთადერთი ადამიანი ტრამპმა და ვიტკოფმა ორივე თქვეს, რომ შეხვედრა გადაწყვეტილია, შედგება აქეთ-იქით, იქ ზელენსკიმას თავისი რაღაცეები ისაუბრა, მაგრამ საბოლოო ჯამში მერე გამოვიდა ლავროვი და თქვა, რომ ჯერ დაბალ დონეზე შევხვდეთ, დავიწყოთ მომზადება, ასე შემდეგ და ეს შეხვედრა არ განიხილება. ზელენსკი ლეგიტიმური არ არის, თუმცა გუშინ თუ არ ვსწრები ლავროვმა ეს სიტყვები უკან წაიღო და თქვა, რომ ჩვენ მზათა ვართ შევხვდეთ ზელენსკის, ოღონდ
ვაღიარებთ მას როგორც არალეგიტიმურ, არამედ დე ფაქტო უკრაინის წარმომადგენელს. პრინციპში ეს დიდად არაფერს არ წყვიტავს საბოლოო ჯამში. გერმანიის მხრიდან კაპიტულაცია საერთოდ ვინ მოაწერა კეიტელმა ხო ის საერთოდ სხვა თემაა. აქედან გამომდინარე ძალიან საინტერესო სიტუაცია იკვეთება. ეს შეცდომა იყო რუსეთის მხრიდან ძალიან სერიოზული, იმიტომ ტრამპის გარშემო პრინციპში ხო გესმით ეს ნეოკონები, რუბიოს დაჯგუფება, ერთგვაროვანი სიტუაცია არის. ერთგვაროვანის გარდა ეს ძალიან მძლავრი დაჯგუფებაა, რომელსაც ტრამპი იძულებული იქნება ყოველთვის გაუწიოს, ასე ვთქვათ, ანგარიში. გარდა ამისა, კიდევ ერთი მომენტია, ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება ნობელის პრემიის თემას. რომელსაც ჩვენთანაც რაღაც ნაკლებად აქცევენ ყურადღებას, მაგრამ უნდა კაცეს ნობელის პრემია რა. აი, კაცი ვარ და გუნება, მინდა და გამატარეთ რა და ეხლა არც ეს არ გაჟღერებულა ჩვენთან, ეხლა მოგაწოდებთ ერთ ინფორმაციას, რომელიც ძალიან საინტერესოა, ეს დადასტურებული ინფორმაცია, ვისაც უნდა გადაამოწმოს. ტრამპს ზარი განხორციელდა ტრამპის მიერ ნორვეგიის ფინანსთა მინისტრთან. სანამ გაფრინდებოდა ალიასკაზე და იქ ითქვა ესეთ გაკვირთ ესეთ თემა, რომ მომცემენ თუ არა, თუ მივახციე მშვიდობას, გარანტირებული ვარ თუ არა ნობელის პრემიით. მე არ ვიცი იქიდან რა უპასუხეს, მაგრამ ეს არის განხორციელდა, მაგრამ შემდგომში 2-3 დღის მერე გამოჩნდა ასეთი ინფორმაცია, მე არ ვიცი, ეს დაუდასტურებელი ინფორმაცია, გაჟღერდა, ასე ვთქვათ, საექსპერტო წრეებში, რომ ნობელის კომიტეტმა ტრამპი კანდიდატების სიიდან ამოიღო. არ ვიცი მართალია ტყუილია ხო, მაგრამ ეს თუ მოხდა, ეს რადიკალურად შეცვლის სიტუაციას და ტრამპის მიდგომებსაც რუსეთის საწინააღმდეგოდ დამერწმუნეთ. აი ეს ბოლო მომენტი, რომელიც კი ეს რაკეტების გადაცემა თუ გახსოვთ, RSM, ხო, რაკეტები 3350, ეს რაკეტები ძალიან სერიოზული ძალაა და ძალიან სერიოზული რაკეტებია. იქ არის კი ბატონო ერთი ძალიან ასე ვთქვათ, სერიოზულიც და მნიშვნელოვანი, ასე ვთქვათ, აი გადაწყვეტილების მიღების დროს უკრაინამ ეს რაკეტები რო გამოიყენოს, უნდა დაეკითხოს პენტაგონს. და თუ პენტაგონი მისცემს ამის უფლებას, მაგ შემთხვევაში გამოიყენებენ. ეს რთული საკითხია ეხა. კი უკრაინელები კი ანონსებენ, რომ აი ნეპტუნები გვაქვს, ეხლა რაც ფლამინგო გავაკეთეთ, ესა. ეხა გასაგებია, ვინც აკეთებს, ვინც აძლევს და ასე შემდეგ ეს ყველაფერი. რისი თქმა მინდა ეხა მე აქედან გამომდინარე. როგორც ხვდები არანაირი შეხვედრა უახლოეს პერიოდში ეხლა არ იქნება. შეიძლება მოხდეს აი როგორი დონის შეხვედრა სტამბულში რომ მოხდა და რაღაცა მსგავსი სიტუაციები, არაფრის მომცემი ისევ. იგივეს ვიტყვი ზელენსკის შეხვედრაზეც ტრამპთან, რომ აი ელოდებოდნენ რაღაცას. იქაც ფაქტიურად არაფერი არ მოხდა, ერთი მნიშვნელოვანი მოხდა, რომ ჯერჯერობით უბრალოდ შეთანხმდნენ იმაზე, რომ უკრაინამ უნდა მიიღოს უსაფრთხოების გარანტიები. და ყველაზე მნიშვნელოვანი, მე არ ვიცი ეს მოხდება თუ არა, ჩემი გადასახედიდან საბოლოო ჯამში ეს მოხდება. აი ეს ევროპის ჯარების ნაწილის შეყვანა უკრაინის ტერიტორიაზე, არ ვამბობ ფრონტის ხაზზე, ვამბობ იმ ტერიტორიებზე, სადაც ლვოვის მხარეს და ესეთ მხარეს რაღაც იმ ეგიდით, რომ ევეხმარებით ინსტრუქტორები და როგორც შედიან ხოლმე საერთოდ ხო გესმით და მათ შორის ეს ტრამპის განცხადებაც, რომ ჩვენ საჰაერო და საზღვაო უზრუნველყოფას გავუკეთებთ, ცოტა არ იყოს ძიმე განცხადება, იმიტომ რომ ეხა ყველას მოიხსენება ძალიან კარგად ამერიკელების რეგიონში შესვლის ალგორითმი. ჯერ შედიან სპეციალისტები, მე იმ სპეციალისტების დაცვის ეგიდით შედიან მას რო ეძახიან ЧВК-ს, ჩაზნაევა ენა კამპანია, მე მათ დასაცავად შედის რამე საზღვაო ქვეით ერთი ასეული და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. თუმცა ისიც განაცხადა ტრამპმა, რომ აქ ლაპარაკი რო იყო, რომ ევროპის ჯარები 10 ქვეყანამ განაცხადაო, ტრამპმა გამორიცხა, რომ მისი ჯარები საერთოდ შევა უკრაინის ტერიტორიაზე. კი ბატონო, თქვა ეს. ოღონდ იცით რა გამახსენდა უცებ რომ უსმენდი ამას, გამახსენდა 1953 წელს ტრუმენის გამოსვლა, თუ გახსოვთ თქვენ კორეის ომთან დაკავშირებით. ეს კი მე არ მასწავლს ეს კატეგორიული, არც ერთი ამერიკელი ჯარისკაცის ფეხი არ იქნება კორეაში. საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ კი ბატონო, თუმცა რამდენად ეს რიმეიკი, თქვათ, ეს იქნება რეალური, კიდე სხვა საკითხია. მე არ ვიტყოდი, იცით, აი სიმართლე გითხრათ, ასე დარწმუნებით კი არა, ასე ვთქვათ, აი პროცენტებით რო ავიღოთ, მე დაახლოებით 80% ვფიქრობ, რომ შევა ამერიკის ჯარი საბოლოო ჯამში. 20% ვფიქრობ და იცით რა მაძლევს ამის ასე ვთქვათ, აი რა ჩვენ რეგიონში რაც ხდება რა, აზერბაიჯანის სომხეთთან მიმართებაში რაც ხდება და თუ მოხდა ის სიტუაცია. ეხლა ღიად დავწერე Facebook-ზე, რომ გვიმბრის ბაზას დიდი დრო არ უწერია მეთქი რა. აგერ გამოჩნდა უკვე გუშინ დაიწყეს უკვე რა ამბავი ატეხეს, ხო ხედავთ, თითქოს გვიმბრის ბაზა არის პრობლემა რა. სომხეთში დემონსტრაციები მთელი რიარია. რო გადი 45 წლამდე კი არის, მაგრამ რთული საქმეა. ნახოთ კი ბატონო, დაველოთ ეს არაფერს. აი ნახეთ ბატონო დავით, ამ
ფონზე ძალიან საინტერესო განცხადება გააკეთა გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, რომელიც ფაქტიურად ახმოვანებს ევროკავშირის პოზიციას და თქვენი სებართით სიტყვას წავიკითხავ, რომ ჩვენმა მაყურებელმა და მსმენელმაც გაიგოს რა შეასაქმე. ესე იგი, შემდეგი ბრძანა. რუსეთთან შესაძლო სამშვიდობო შეთანხმების შემდეგ უკრაინისათვის უსაფრთხოების სამომავლო გარანტიები ძალიან ახლოს უნდა იყოს ნატოს წევრობასთან. ჩვენ არ შეგვიძლია მოვთხოვოთ უკრაინას სერიოზულად განიხილოს ტერიტორიებთან დაკავშირებული დათმობები. თუ ის არ მიიღებს უსაფრთხოების რეალურ გარანტიებს, რაც შეიძლება მეტი სახელმწიფოებისაგან, რომ სულ მცირე დანარჩენ ტერიტორიას საფრთხე არ დაემუქრება. ვადეფულმა, ასე მისი გვარი, ასევე ხაზგათმით აღნიშნა, რომ აი ეს არის განსაკუთრებით საინტერესო, რომ ასეთი გარანტიები საფრთხეს არ შეუქმნის რუსეთს. აი რამდენად შეიძლება ამას დაათანხმდეს ერთი პუტინი და რუსეთი და მეორე კუთხით, ესე იგი აქ რაღაცა ესე გაიელვა, რომ ტერიტორიების დათმობაზე უკვე ალაპარაკდნენ, თქვათ, ხა გერმანია ევროპაში სახუმარო ქვეყანა არ არის, ხო? პირველი ქვეყანა. კი ბატონო. ხო და აი აქ ეხა რომელიც სხვათა შორის აბსოლუტურად ეწინააღმდეგება ზელენსკის გუშინდელ განცხადებებს, რომ აქ ერთი ნაბიჯით უკან და რაღაც, ეს აქაური სინით აღთოვანებით იქ თინა ბოკუჩავა გამოვიდა კიევში და უკრაინამ გაიმარჯვაო და არ ვიცი ეხა ესე იგი აქ შეიძლება ამაზე სერიოზულად ბატონო დავით. აი ამ ხალხზე და მე კიდე უფრო მეტად მაგაზე რა მიგვირს, იცით? ყველაზე მეტად რა მიგვირს ისი? ეს რო პალატის პაციენტები არიან, ეს დღესავით ნათელია, მაგრამ მე უფრო მეტად რა მაწუხებს, იცი, რომ აი 850,000-მა ამორჩეველმა რომ ამ პალატის სავარაუდო ბინადრებს რო ხმას აძლევენ, ხო? მე უფრო მაწუხებს, იცით? თუ შეიძლება ამაზე ცხონებული 20 სიტყვები ხომ გავსოთ. ავადაა ჩემი ქვეყანა სამწუხაროთო და მე თუ ნებას მომცემთ გადავალ ისევ იმამბებს ამას თავს გავანებებ, იმიტომ რომ აი ნამდვილად არ ამგონია რომ ეს საინტერესო იყოს რა. რაც შეეხება ახლა მეხუთე პუნქტს, ნატოს მეხუთე პუნქტს და მელონის შეთავაზებას ლაითი, ასე ვთქვათ, როგორც თვითონ თქვა, ლაითი მეხუთე პუნქტი და უკრაინელისთვის გარანტიის მიცემა. ახლა ზელენსკიმ რაც არ უნდა ილაპარაკოს, ზელენსკის საბოლოო ჯამში მაინც მოუწევს კომპრომისზე წასვლა. რაც შეეხება რუსეთისთვის, ეს არის, წითელი ხაზიც აღარ ვიტყვი, ეს არის ალისფერი ხაზი, მაგრამ რუსეთს იმდენი ხაზი გადაუკვეთეს უკვე, რომ ეჭვი მაქვს, რომ ამ ხაზსაც გადაუკვეთავენ. ოღონდ ერთი ოღონდ არის. რუსეთს თუ რაიმე კამფეტი არ მიცეს, მისთვის რომ პუტინმა თავის მოსახლეობას და თავის ელიტას, რომელიც საბოლოო ჯამში პასუხს მოთხოვს ჩემო ბატონო. და ეტყვის როგორ ამდენი ფული დავკარგეთ, ამდენი ხალხი დაიხოცა, ის საბჭოთა კავშირიდან დარჩენილი იარაღი თავიდან ბოლომდე. არა, გამორიცხულია რომ მაგან აი რაში შეიძლება გაიცვალოს, თქვათ, ეს სიტუაცია, რომ ჯარებზე დათანხმდეს ხოვა. ჩემი გადასახედიდან მე არ ვამბობ, რომ ეს, თქვათ, ჭეშმარიტების ბოლო ხო, მაგიტომ მოგიწვიეთ. იქნება, მე ვფიქრობ, რომ ზელენსკის დაითანხმებენ კომპრომისზე, ეს მოხდება ეს გამყოფი ხაზი და სავსებით შესაძლებელია ყივიმთან დაკავშირებით მოხდეს რაიმე სახის შეთანხმება, რომელიც პუტინს მიცემს საშუალებას ეს ისე მიყიდოს, როგორც გამარჯვება, ისე მიყიდოს თავის მოსახლეობას. იმიტომ რომ ამ ომში გამარჯვებული არც პუტინია, არც უკრაინა და ყველა სასწილო ის არის, რომ ჩვენთან სამწუხაროდ ზოგიერთებს ზელენსკი მხარეგონიათ საერთოდ, ჩემ და სამწუხაროდ. პუტინზეც შემიძლია იგივე თქვა, მაგრამ პუტინი მაინც უფრო შედარებით ძლავრია, იმიტომ რომ მოგწონს არ მოგწონს, რა სიმართლე ხო ვიცით სულ ყველამ, ბოლოს და ხო უნდა ითქვას, რა ჩინეთი რომ არა დღეს რუსეთს ძალიან გაუჭირდა. თუმცა ჩინეთის პრეზიდენტმა დღესგანაც გუშინ განაცხადა უფრო სწორად, რომ ჩვენო საერთოდ სი ძინპინმა განაცხადა, რომ ჩვენ საერთოდ არ ვეხმარებითო რუსეთსო და თუ გადავწყვიტთო, რომ დავეხმაროთო, მაშინ ღმერთიც არ გიშველისო. ბატონო სი ძინპინმა შეუძლია რაც უნდა ისე თქვას, მაგრამ ყველამ ძალიან კარგად იცის რომ ეს ესეა, ჩვენ შეგვიძლია აბსოლუტურად რუსეთის ეკონომიკას გადავხედოთ და მივხვდეთ რომ ჩინეთის დახმარების გარეშე ხომ ეთანხმებით რომ არ არის ფული, არ არის ომი. არა, ფულის გარეშე ხა მე რო არ დაგეთანხმოთ. ხო, კი ბატონო. რუსეთის ეკონომიკა ჩინეთის გარეშე არ იქნება და თუმცა ისიც უნდა ვთქვათ, რომ სავალუტო ფონდის მონაცემებით რუსეთის ეკონომიკაზე საერთოდ არის რაღაცა ლაპარაკები, რომ ჩავარდა, გასაჭირშია და
ეხლა სავალუტო ფონდის მონაცემებით ბატონო და 4.5% აქვს ზრდა. 4.5 ჩვენ რო გვიხარია 8-9%, ამ ხელა ეკონომიკის 4 და 5%-ის და ძალიან სერიოზული ნიშნულია. და ეხლა 1500 საწარმო მუშაობს დღე და ღამე, ხო? ეს ნარატივი საერთოდ მე მგონია, რომ არის ჩვენთვის ძალიან სახიფათო, რომ აი ეს რუსეთი ინგრევა, ორი ჟანგიანი ტანკი დარჩა, ეკონომიკა ჩავარდა, შარშან სოფლის მეურნეობის ექსპორტი განახორციელა იმდენი, რამდენიც იარაღის გაყიდვით, ხო? მოდერნიზაცია მოახდინა ყველა სფეროს. მე მახსოვს 2011 წელს ერთი რუსი ექსპერტი წერდა ესეც რაღაცა სახში მივედიო ესე იგი კორეული ტაქსითო გამოვაღეო ისა ჩიხოთი ბელგიის ყავაში მოვადუა ყავა დილიცო ლუდი დავლიეო დანიურიო და ესო რა რუსეთი და ისა მაგრამ დასავლეთის უტვინო პოლიტიკამ იმდენი მოახერხა ესე იგი რომ რუსეთი რომელიც იჯდა ამ ენერგო მატარებლების ნემსზე ასე ვთქვათ არაფერს არ აწარმოებდნენ სვამდნენ კეიფობდნენ და იყვნენ განცხრომაში ამ ფულით აი ამ მაიდნის მოწყობით ესე იგი გააკეთეს პროვოცირება იმისი რომ რუსებმა აი თქვენ თუ გახსოვთ აი თურქეთთან რო იყო ისა პრობლემა თვითფრინავი რო ჩამოაგდეს რუსების და ხო და მე ისო დახრუტეს და მე დუგანმა რო ბოდიშიც მოუხადა ხო და მაშინ რაღაცა ის პამიდურის და ბოსნეულის მიწოდება შეწყდა და ხო და ეხლა რუსეთი ესე იგი ამის მე ამ ხალხმა ეხლა არავის ეგონოს რომ იქ ბრეჟნევის დროინდელი და ჩერნოკოვის დროინდელი ტიპები ზიან რა თუ ამას ვინმე ფიქრობს კიდე მეტი უმეცარი ყოფილა ამ ხალხმა მოახდინა მრეწველობის აღორძინება ამ ხალხმა მოახდინა სოფლის მეურნეობის ესე იგი არნახულ დონეზე აყვანა 1967 წელს როცა საბჭოთა კავშირის შემადგენლობა შედიოდა ბეღელი ხორბლის როგორც უკრაინა და როგორც ყაზახეთია 1967 წლიდან ეს შეიძლება ბევრმა არ იცის დაიწყო საბჭოთა კავშირმა კანადიდან შემოტანა კი ბატონო ეხლა არის სოფლიოში მეოთხე ადგილზე და უდიდესი ექსპორტიორი გახდა. ანუ რა მინდა ვთქვა, ის საბჭოთა კავშირის დროინდელი მოწყვლადი ეკონომიკა, რომელიც დასავლეთმა ფასების დაგდებით, ნავთობზე ფასების დაგდებით და ნუ კიდე იქ იყო ხარჯები ავღანეთში და თლიანად განადგურდა ეს რო იძახიან კარბაჩოვმა დაინგრა ის სისტემა ეკონომიური საფუძველი თიხის ფეხებზე მდგარი კოლოსი იყო, ხო? ეხლა რუსეთში არის სრულიად ლიბერალური კაპიტალისტური პოლიტიკა და ეს არის დამყარებული მოგებაზე, ხო? და ეს ვითარდება ეს ეკონომიკა და ასე რომ ამ იმაში ვერავის მე კი ვერ დავეთანხმები ციფრებია. ციფრებს უნდა ედო, კი ბატონო, ძანეთ. ძალიან საინტერესო იყო ნამდვილად. არ ვიცი მე სავალუტო ფონდი რას ამბობს, მაგრამ შემიძლია გითხრათ ეს 4.9 საიდან არის მოსული. რეალურად ამ 4.9-დან 4.9 არის სამხედრო სამრეწველო კომპლექსის, ასე ვთქვათ, სამ ცვლაში მუშაობა. მაგრამ ეხლა წარმოიდგინეთ სიტუაცია, მე ამას სუსტად სამ წუთში დავამთავრებ. ხო, წარმოიდგინეთ ეს სიტუაცია, ეხლა ეს სამხედრო სამრეწველო პროცესში კომპლექსში მუშაობს დაახლოებით 2.5 მილიონი ადამიანი, რომელიც ქმნის სერიოზულ პროდუქციას, მაგრამ ეს პროდუქცია არ ჩადის ეკონომიკაში. შენ გააკეთე, თქვა, ტანკი, ის წავიდე უკრაინაში, გაისროლა, დაინგრა ფული გავარდა. მაგრამ მარტო ეს ხო არ არის? მე გეტყვით არსებობს ასეთი თუ იცით, შეიძლება იცით SMAC არის ასეთი მაკროეკონომიური შეფასებების ინსტიტუტი, რომლის შეფი არის ბელოუსოვის ძმა, ბელოუსოვი, ეს აი თავდაცვის მინისტრის რუსეთის ძმა, რომელიც ძალიან ხშირად აქვეყნებს ძალიან საინტერესო ანალიზებს. ეს არის სამთავრობო ფაქტურად სამთავრობო მოხმარებისთვის, სამთავრობის ხალხის მოხმარებისთვის, რომ ნახონ და ხშირ შემთხვევაში სიმართლეს ძალიან ხოლმე ძალიან ბევრს. დეფიციტი მე ვამბობდი ამას, ხა ისე არ გამომივიდეს, მაგრამ წლის დასაწყისში აქვე თქვენ, მე მგონი თქვენთან არ მე მგონი ხალბატონ ნინო ხაჯიძესთან ვთქვი, რომ პირველად წამდით. არა, მეორედ. დიახ. ხო და მაშინ თქვი, რომ ყველა გათვლებით ეკონომისტების, მათ შორის რუსი ეკონომისტების, რუსეთის დეფიციტი იქნება 6.5 ტრილიონი რუბლი მეთქი. რასაკვირველია, ეგ სერიოზული გამოხმაურებაც ჰქონდა ამას სოციალურ ქსელებში და დამცინეს და რა ვიცი რა არ მიზახეს. დღეს
რუსეთის სერიოზული ეკონომისტების გათვლებით და განცხადებებით ფიქრობენ და ნერვიულობენ ძალიან სეკვესტრზე ალაპარაკი ბიუჯეტის, რომ ეს დეფიციტი იქნება 8 ან 9 ტრილიონი რუბლი. ეს არის კატასტროფა რუსეთის ეკონომიკისთვის. რაც შეეხება ახლა სოფლის მეურნეობას. თქვენ რაც ბრძანეთ, ეს ყველაფერი იყო 2-3 წლის წინ. ეს ყველაფერი იყო და ეს ყველაფერი მუშაობდა. დღეს რუსეთის ფინანსთა სამინისტროში რიგი დგას, მათ შორის დავიწყებ ავტოვაზიდან, რომელიც არის გიგანტი, სადაც მუშაობს 40,000 კაცი, რომელიც ითხოვს ფული თუ არ მომეცით ახლა სასწრაფოდ. მე იძულებული ვიქნები ეს 40,000 კაცი გაუშვა სახლში. სოფლის მეურნეობიდან, როსტოვიდან და იქიდან ჩამოსულები არიან, იხვეწებიან, დოტაცია გავუკეთეთ, იმიტომ რომ იყო ასე ვთქვათ, მშრალი ზაფხული იყო, მძიმე ზაფხული იყო, ისა ესა, მაგრამ რეალურად ყველამ ძალიან კარგად იცის პრობლემა რაში. არის ათესლე მასალა, რომელიც სრულებით სავიდან ბოლომდე 99% შემოდიოდა დასავლეთიდან, რომელიც იძლეოდა მაღალ მოსავლიანობას. პრობლემა არის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა, რომელიც აგრეთვე იყო კატერპილერი და ასე შემდეგ დასავლური და მისი ჩანაცვლება რუსეთს სამწუხაროდ არ შეუძლია. არ შეუძლია. პრობლემია ძალიან სერიოზული. თქვენ წერეთელი ბრძანდებით და როგორც იმერეთში იტყვიან თაფლი და შაქარი. თუ რუსეთის ეკონომიკა ჩამოიქცევა, არ დამაბრალოთ. არ მithვათ პრობლემები აქვს სერიოზული. მხოლოდ გამიხარდება. რუსეთის ეკონომიკის ჩამოქცევა არ შედის არც ამერიკის პირველ რიგში და არც ევროპის ინტერესებში. ისევე როგორც ომის დამთავრება. ზოგიერთი ექსპერტი ამტკიცებს დღენიადაგ, რომ ორი ჟანგიანი ტანკი დარჩა და როგორ შეიძლება ხა. მე ვფიქრობ, რომ მე ცოტა ალბათ სერიოზულად აღგვიგავ ვილაპარაკებ რა. როგორ გიკადრებათ? ის რომ ეს ამ ომის გაჩერება, აი ბოდიში მიუბრუნდები. როგორ გიკადრებათ? ის რომ ამ ომის გაჩერება არ შედის დღესდღეობით არც ევროპის, არც რუსეთის, არც უკრაინასაც, არც ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესი ეს ჩანს, მე მგონი და ამას შეურაღებელი თვალითაც ჩვენურად დავინახავთ. ეხლა ევროპა მე ხშირად მეკითხებიან, ევროპას რა უნდა? ევროპას როგორ რა უნდა? ევროპას ჭირდება ზუსტად იმ აი ბედნიერი ცხოვრებიდან გამომდინარე, რაზეც ვსაუბრობდით, ჩემო ბატონო, არაფერი არ აინტერესებდა და ეხლა გახდნენ, დაინახეს რაღაცა და ეხ კი ძალიან სწრაფად დაიწყეს განვითარება და აი დღემდე ვერ ხვდები რა შეაწყოთ ანგლოსაქსებს გერმანიის სამხედრო მანქანის დაკოყვი ვერ ხვდები და მომკალით რა. მაგრამ ეს ხო იქოქება. ტრადიციულად თქვენ გავხედულობაში ისტორიული გამოცდილება კი ბატონო. მე ხა არ მინდა შეთქმულების თეორიებში წავიდე და რაღაცა ვილაპარაკო, მაგრამ რა ძანეთ ახლა სავსებით რეალობა. ძალიან ბიჭო, ეს მერსედესი გარაში რო არის შეგორებული და ხა რომ გამოაგორებენ ეს გერმანელები და გადაკოქავენ. და რომ დაიწყო 7ჯერ გაიზარდა სამხედრო წარმოებისთვის, ქარხნებისთვის ფართობი მთლიანად, კაცო ეს რო დაკოკონ ამათმა მაგათ რა დაეწევა თქვენ შემოგევლეთ. მე სერიოზულად ვამბობ და იმასაც არ გამოვრიცხავ რომ კიდე ერთ ბირთვულ სახელმწიფოს მივიღებ და რაში ჭირდებათ ეს იმათ გავუგებარია. აი უკრაინა ზუსტად მაგ მომენტში ზუსტად ეს 3-4 წელიწადი სჭირდება იმ ევროკავშირს იმისათვის რომ მოძლიერდეს და გახდეს რეალურად დეკლარირებული არმია შექმნას და რეალურად გახდეს იმისა მე შორს ვარ იმას გან რუსეთი ახლა იმას დაესხმება თავს რა. ეს თქვენმა აი ძალიან საინტერესო პასაჟმა გამოიწვია ჩემი შემდეგი შეკითხვა. ევროპის ცენტრალური ბანკის ყოფილმა ხელმძღვანელმა და იტალიის ყოფილმა პრემიერმა მარიო დრაგიმ გააკეთა შემდეგი განცხადება, რომელსაც წაგიკითხავთ. მან განაცხადა, რომ 2025 წლის მოვლენებმა სასტიკის სიმართლე გამოავლინა. ევროკავშირს აღარ შეუძლია დაიჯეროს, რომ მისი დიდი ეკონომიკა მას გლობალურ ძალაუფლებას და გავლენას ანიჭებს. ეს წელი სამახსოვრებელი იქნება როგორც წელი, როდესაც ეს ილუზია აორთქლდა, ჩვენ მოგვიწია შეგუება ჩვენი უდიდესი სავაჭრო პარტნიორისა და დიდი ხნის მოკავშირის შეერთებული შტატების მიერ დაწესებულ ტარიფებზე, რომლებიც სავარაუდოდ, აი ეს არის მნიშვნელოვანი, არასახავს ევროპის ინტერესებს. აი თქვენი მაინტერესებს თქვენი აზრი ამის შესახებ. მოდით ახლა შევხედოთ სხვა რას არის. სიტუაცია არის ძალიან მარტივი, მოთხოვნა. შეხედეთ. ევროპაში არის იმდენი ფული, ცოცხალი ფული. იმდენი, რომ ელემენტარულად არის რამოდენიმე ერთ მაგალითს ვიტყვი მარტო, მაგალითად ნორვეგიის სუვერენული ფონდი. ნორვეგია არის 4 მილიონი ადამიანი ერთი. სამაგერად ნავთობმარაგები აქვს. კი ბატონო, სხვასაც ვიტყვი, ჰოლანდიაზე ვიტყვი, დანიაზე ვიტყვი. ამათი ფონდი არის თითქმის ტრილიონი 800 მილიარდი ევრო. ეცემ წარმოიდგინე ახლა. ასევე სერიოზული ფონდი აქვს დანიას უზარმაზარი. არა აქ არის ნავთობი, აქ არის ძალიან დიდი ფული.
აი ზუსტად მანდარი ის პრობლემა, რასაც ეხლა ყოფილი, ასე ვთქვათ, მინისტრი ცოტა არ იყოს, ასე ვთქვათ, ბოლომდე სიმართლეს არ ამბობს რა. ეს ყველაფერი, რაც ტრამპმა ტარიფები დააწესა და რაც გააკეთა, ეს რეალურად ნიშნავს ერთ რამეს. ამერიკა ბრუნდება მსოფლიოში. მოგწონს, არ მოგწონს ესეა. ამერიკა ბრუნდება როგორც დომინანტი ძალა და თავის პროცესებს სადაც გაუვა ყველგან გააკეთებს. ევროპას გამომდინარე იქიდან იმ ევროკავშირს, რომ დეკლარირებული ჯარი ჯერჯერობით ისეთი სერიოზული როგორც უნდა. მე არ ვამბობ კონვენციური არ აქვს. საკმაოდ სერიოზული კონვენციური არ აქვს, მაღალი დონის, მაღალ ტექნოლოგიური და ასე შემდეგ, მაგრამ ცოცხალი ძალა როგორც ასეთი ძალიან მწირია ჯერჯერობით. მათ შეუძლიათ ამის გაზრდა და გაზდიან, მაგრამ ამისთვის ჭირდება დრო. აი ზუსტად ამ დროის მოგებაში და ამერიკამ რო არ მიმატოვოს, მათ გადაიხადეს ის უზარმაზარი ფული 750 მილიარდი ევრო ამერიკიდან ნავთობს რო ყიდულობენ, ნავთობის ნავთობპროდუქტების შემოტანაში, პლუს გაზი 750 მილიარდი. არ არის პატარა თანხა. და ამის ფონზე იქნა მიღებული გადაწყვეტილება ევროკავშირის ეს მე-18 სანქციების მე-19 პაკეტში კიდევ უფრო გამოჩნდება რუსეთიდან ჩვენ არაფერს არ მივიღებთ. თუმცა მე არც ამას არ დავმალო. ინდოეთიდან გადამამუშავებელი რუსული ნავთობის დიზელის სახით ყველაზე დიდი მყიდველი დღესდღეობით არის ევროკავშირი. კი ბატონო. აი 4 უდიდესი ქარხანა ააშენა ინდოეთმა მოკლე პერიოდში. კი, კაცო, როსნეფტი არის მათი მეწინააღმდეგე. ნავთობის საავადმყოფოები რამდენადაც ვიცით არ აღმოუჩენია. არ აღმოუჩენია და საიდან და 30% როსნეფტის არის და აი ყველა საინტერესო აქ არის ერთი მომენტი. ამ სანქციებთან დაკავშირებით ვიტყვი. აი, როდესაც ტრამპი რო ამბობს, 500%-იან სანქციებს და 500 კი არა, გინდა 100% იყოს. ეს კი რა გამოდის? ყველას თუ უწესებ, მაშინ ევროკავშირსაც უნდა დაუწესო. ყველას უნდა დაუწესო. ამას ვერც ამერიკა ვერ გაკაჭავს. ანუ ეს სანქციები არის უბრალოდ, ასე ვთქვათ, ზემოქმედების მომენტი და საუბარი, მაგრამ ამერიკას ამის გარდა აქვს ისეთი ბერკეტები, მარტო რუსეთის წინააღმდეგ კი არა, მთელი მსოფლიოს წინააღმდეგ. ისეთი ბერკეტები აქვს, რომ აი ელემენტარულ მაგალითს ვიტყვი, ჩვენთან ძალიან უყვართ ჩინეთის, ასე ვთქვათ, ერთი რუსეთია გარკვეულ სეგმენტში უძლეველი და მარტო მოუგო გერმანიას, ნაპოლეონს, ყველას მარტო მოუგო და უმარცხებელია მონღოლებსაც მოუგო, მე მგონი ზოგს რო კითხო და მეორე არის ჩინეთი, ეს არის რაღაცა სასწაული წარმოუდგენელი რაღაც წარმოგდი. მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთში სერიოზული პრობლემებია, ჩინეთს თვითონ აი რო დაუწესოს ახლა სანქციები თქვა ტრამპმა, ძალიან სერიოზულ პრობლემებს მიიღებს რასაკვირველია, მაგრამ ეხა მეორე მხარეს შეხედეთ. ჩინეთი ევროკავშირთან და ამერიკასთან ბალანსი აბაროტი აქვს 2 ტრილიონამდე. თქვენ წარმოგიდგენიათ ჩინეთისთვის, სოფლიო ქარხნისთვის, უზარმაზარი ქვეყნისთვის ამ ბაზარზე სერიოზული პრობლემების შექმნა. იმ ფონზე, როდესაც მშენებლობაში და ასე შემდეგ სერიოზული პრობლემები აქვს. ამაზე არ წავლენ არც ისინი და არც ესენი. საბოლოო ჯამში ჩინეთ-ამერიკის შეთანხმება არის გარდუვალი პროცესი. აი რა გამოვა აქედან იმის ფონზე, როდესაც Global Times-ში ძალიან საინტერესო სტატიები იბეჭდა. სტატიები არა, აი სტატიებში რაღაც ლეიტმოტივად გაზდევს ხოლმე რაღაც მომენტები, იხსენებენ რაღაც 1859-60 წლის შეთანხმებებს, როდესაც ჩინეთმა ინგლისელების, ასე ვთქვათ, ზემოქმედების შედეგად რუსეთს დაუთმო გარკვეული ტერიტორიები დალნივოსტოკზე და პრიმორსკი კრაი და ასე შემდეგ. ამას იხსენებენ იმას, რომ მათი ტერიტორიებია და ასე შემდეგ. ეხლა თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ეს ახლა არსად არ ჩანს, მაგრამ ეს ყველგან გადის, რომ ჩინეთის დახმარება, რომელიც უანგარო არსად არ ყოფილა და არსად არ იქნება, ნუ ჩვენთან ნუ ვიქნებით საქართველოში მე ამიტები. და ვისი დახმარება უანგარო, რომ ჩინეთის იყოს? არავისი, რასაკვირველია. იგივე ამერიკული შეერთებული უნდა მივხვდეთ, რომ ყველაფერში, რასაც მოგცემენ, ყველაფერში მოგვიწევს გარკვეულწილად რაღაცის გადახდა. საფასურის, ოღონდ უნდა მივხვდეთ რა. როგორ საფასური არ იყოს ჩვენთვის დამანგრეველი. ეს არის მთავარი, ამას უნდა მივხვდეთ, თორემ რეალურად უნდა მივხვდეთ ერთ რამეს, ვისი ცივილიზაციის ნაწილი ვართ. ძალიან დიდი მადლობა მინდა მოგახსენოთ ბატონო დავით, საინტერესო საუბრისთვის და იმედია რომ კიდევ გვეწევით ხშირად და სიამოვნებით. მადლობა, ძირფასო მეგობრებო, ბატონ დავითს მადლობა გადაუხადოთ, მე კიდე დაგემშვიდობებით ხვალამდე.